მოგესალმებით, ჩემო მაყურებლებო და ასევე არა მაყურებლებო. ალბათ შემატყავდით, რომ ძალიან მომეწონა პარალელურად თან პოდკასტოვანა და თან ბალანსბორდობა და იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი, ისედაც ყველა ვიდეოს გადაღებისას ძალიან ვიქრინჭები და მერე პლუს თურმე ბალანსბორდზე დგომა, რომელიც სიამრულეს ჩემთვის ძალიან მემარტივება ესე დგომა, რომ საათობით შემიძლია რომ ვიდგე, მაგრამ თან ლაპარაკი და თან კამერასთან მუშაობა ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ აქაც ისევე როგორც ყველგან ვიტოვებ იმედს, რომ როგორც ყველაფერი ყოველთვის რთულია, მე გამარტივდება და მოკლედ აი ამ გზას ვირჩევ რა. დღეს რაზეც მინდა ლაპარაკი არის ჩემთვის ალბათ არავის არ გაუკვირდება, რა ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სინამდვილეში ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ არ მგონია, რომ საერთოდ შესაბამისი სიტყვები არსებობს ამ თემებზე სალაპარაკოთ რა. და ძალიან რთული არის ჩემთვის ვერბალურად ამაზე ლაპარაკი, ვერბალურობას რო გავუწდე, ჩემთვის საუკეთესო თვით გამოხატვა არის წერა და წერაც ძალიან მიჭირს რა, ანუ თითქმის ვერ გადმოვცემ ამ სამყაროზე, რომელიც სინამდვილეში არ ვიცი, სიგიჟე არის და ძალიანაც გადმოსაცემი არის და არ ვიცი, ისეთი საინტერესო არის, რომ მეტი რა ვთქვა. მოკლედ, დღეს ვსაუბრობ სულიერ გამოღვიძებაზე, როგორც ბრჭყალებში ამ გამოღვიძებაზე და საერთოდ ეს ტერმინებიც ხო ჩემთვის ძალიან ცოტა ხანი არის, რაც ცნობილი არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისე ვიყავი ეს გამოღვიძებული და ისე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, რომ საერთოდ არაფერი სახელი არ მქონდა ამისთვის დარქმეული რა, მართლა წარმოდგენა არ მქონდა. მე უკვე რაღაცა მონაკვეთში რა უკვე ბუბუთან ვერ იმას მიშვება, ვერ მელევა. მერე თან უკვე რაღაც მონაკვეთში უკვე რომ მეკონა რა ვიცი, ან გავგიჟდიან, მართლა ხონში მივდიოდი ფსიქიატრიულში და რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ ცოტა ინფორმაციები მომეძიებინა რა და ესე დავარქვი მოკლედ ეს მეც ეს სახელი სულიერი გამოგვიძება. ხო, პირველი სანამ ამ თემაზე დავიწყებ ლაპარაკს არის ის, რომ ვერ ვიყიდით რა, ვერ გადავიხდით ფულს და ვერ გამოვიღვიძებთ, ეს არის შეუძლებელი. ვინც არ უნდა შევკვირდეს, რა ფასიც არ უნდა მოითხოვოს, როგორი რიტრიტიც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა გვითხრას თუ არ ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, გამორიცხული არის რა. სულიერი გამოღვიძება არის, წარმოიდგინეთ, გამოღვიძება მატერიალური სამყაროს მიღმა, იქ სადაც მატერიალური რაღაცები და აი ეს რაც ზოგადად ჩვენთვის ადამიანებისთვის არის ცნობილი, ვერ აღწევს საერთოდ. ამიტომ მოკლედ ეგ წინასწარ დაივიწყეთ რა, ვარჯიშით ვერ გამოვიღვიძებთ და იმით რა ქვია, ფულითაც ვერ გამოვიღვიძებთ და მედიტაციითაც ვერ გამოვიღვიძებთ კიდე რა. გამოღვიძების ალბათ ერთადერთი საწინდარი რამე თუ არსებობს, ესეც რა თქმა უნდა თანამდებობით ამასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს გამოღვიძება რაღაცნაირად ისეთი ფაქტი არის, რომ ან ვიღვიძებთ, ან ვერ ვიღვიძებთ და რაღაცად მე მგონია, რომ ჩვენ ქმედებებს და სურვილებს აცდენილი არის ცოტა თავისით ხდება, როცა ხდება და ვისთანაც ხდება. თუმცა თუ კი რაიმე საწინდარი და რაიმე საფუძველი შეიძლება რომ გამოგვიძებას გააჩნდეს, ეს ერთადერთი არის ჰილინგი რა. ჭეშმარიტი ჰილინგის გარდა სხვა საწინდარი ამას ვერ ექნება და აი ამიტომ ლაპარაკობ ხოლმე ყოველთვის რომ ეს ჰილინგიც ვიღაცებს რომ მართლა გონიათ და ამას ისე კი არ ვიძახი რომ მე რაღაცა ზემოთ ვდგავარ, არა უბრალოდ რავი აი ძალიან ცუდ რაღაცას ვუკეთებთ ჩვენს თავებსაც და ძალიან ცუდ რაღაცას ვუკეთებთ სხვებსაც, როცა ვიძახით რომ აი სამ დღეში და ერთ კვირაში ჰილინგი არის შესაძლებელი რა, იმიტომ რომ ეს არის შეუძლებელი, ეს არის ჯერასერთი არ მგონია რომ ჰილინგს ჩემი აზრით აქვს მხოლოდ დასაწყისი და არ აქვს დასასრული, იმიტომ რომ ძალიან ციკლური პროცესია, ეს არ არის რაღაცა სწორხაზოვანი გზა, რომელსაც რაღაც destination-ამდე და დანიშნულების ადგილამდე მივყავართ, ეს არის ციკლური პროცესი, რომელიც as long as ვცხოვრობთ ჩვენთან ერთად. თუმცა ალბათ მაინც ისე რომ გამოვყო რაღაცა რამოდენიმე წელი, ისევე როგორც მე დროსთან ერთად რაღაცა პერიოდები, საკმაოდ კრიტიკული არის რა. ხო და თუ კი მე ადრეც ეს ვიდეო გავაკეთე, სადაც ვლაპარაკობ რომ ზოგადად ჰილინგის სახეები რა არის რა და ჰილინგს აქვს 4 სახე. ეს არის ფიზიკური ჰილინგი, როცა თქვათ რაღაცა ვიტკინეთ და წავედით ექიმთან ან რა ვიცი ჩვენით მოვირჩინეთ როგორმე. მეორე არის უკვე ემოციური ჰილინგი, სადაც ჩვენი ემოციების განკურნებით ვართ დაკავებულები. მესამე არის მენტალური ჰილინგი, სადაც უკვე ჩვენ აზროვნებას და მთელ ჩვენ აი როგორ mindset-ს ვცვლით ასე რა ვთქვათ. და მეოთხე არის უკვე სულიერი ჰილინგი, სადაც მივდივართ ძალიან ღრმა მოგზაურობაში საკუთარ თავთან შესახვედრად რა და აი ამ ჰილინგის აი ამ მეოთხე სულიერ ნაწილშიც ისევე როგორც სულიერ გამოღვიძებაში და ისევე როგორც ჰილინგში და ისევე როგორც საერთოდ ყველგან ყველაფერში არის ძალიან ბევრი სიმძიმე.
არის ძალიან ბევრი ტკივილი, არის ძალიან ბევრი ცრემლი, არის ძალიან ბევრი სიმწარე, არის ძალიან ბევრი ბრაზი, შფოთი, უსამართლობის შეგრძნება, არის ყველაფერი. ანუ მართლა ყველაფერი არის რა და აი ამიტომ ვამბობ ხოლმე ყოველთვის რომ ეს არის აი ძალიან ბევრჯერ მე თვითონ მიფიქრია რა, ეხლა განსაკუთრებით ბოლო 1 წელია მართლა უმძიმეს ეპიზოდებს გამოვდივარ აი ამ ჩემი ჰილინგის და სულიერების გზაზე და ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რომ აი რა ნამუსით ვურჩევ მე აქ ადამიანებს რომ ვიდეოებს ვწერ და მოუწოდებ ვიღაცებს რომ ჰილინგი რა და აი მართლა გულსხმელს ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რომ რა ნამუსით აკეთებ ამას რა იმიტომ რომ ეს არის ურთულესი გზა ესა არ მგონია რომ ეს იყოს ყველასთვის და ეს არის ალბათ ადამიანებისთვის ვისაც იმდენად ჯერა ჭეშმარიტების და იმდენად უნდა ღრმა ჭეშმარიტებამდე მისვლა რომ აი ამ რაღაცებს გაუძლებს რა თორე ეს არის ძალიან რთული და მით უმეტეს ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება და გარეგანი ფაქტორების აბსოლუტურად ნოლი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ძალიან ამძიმებს ყველაფერს რა. ეხლა როცა ადეკვატური ცხოვრებით ცხოვრობ, გართობაც რო გაქვს, ბედნიერებაც რო გაქვს, სიხარულიც რო გაქვს, არც მატერიალურად არ გიჭირს, იმიტომ რომ კაპიტალიზმში ვცხოვრობთ და ძალიან საჭირო არის ეს, სულიერად გამოგვიძაბულები ვართ თუ არ ვართ გამოგვიძაბულები, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ. და ანუ ხო ხვდებით, აი ყველაფერი დაალგებული. შვეიცარიაში მგონია რომ ჰილინგი ბევრად უფრო მარტივი არის რა, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მით უმეტეს რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, რაღაცები კიდევ უფრო მძიმდება რა. ხო და მოკლედ ძალიან რთული ამბავი არის და ამ სულიერ გამოღვიძებას კიდე მოსდევს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჭერდეს ეს რა. სულიერ გამოღვიძება, მეგობრებო, არ არის მხოლოდ პეპლები და მზე და ცა და ლა რა, ნამდვილად არა. ეს არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მხარე ამ გამოღვიძების, რომელიც ჩემთვის საუკეთესო არის და მე ესე ვყვავ ხოლმე რა, რომ აი ეგ ნათელი მხარე, იმიტომ რომ ყოფილი ვარ მაგ გამოღვიძების ნათელ მხარეში და არ ვიცი, ეს არის 64. ეგ არის 64. ის შეგრძნებები რა, შეგრძნებებსაც დილიდან ღამემდე განიცდი, ის მართლა გულწრფელი მადლიერება, რომელიც აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ გიჩნდება და მოგდის და ის უზადო სიყვარული, რომელიც გააქვს და რომლის გაცემაც შეგიძლია და არ ვიცი, ის დღეები, ანუ ხეებიც სხვანაირი არის, ბალახებიც სხვანაირი არის, ცხოვრება არის საერთოდ სხვანაირი რა. აი ამ ნათელი მხარის გამოღვიძების პერიოდში, მაგრამ ცხოვრება არ არის მხოლოდ ეგ რა, ისევ როგორც სულიერ გამოღვიძება და მეორე მხარეს მე ვარქმევ ჯოჯოხეთს, იმიტომ რომ მართლა ჯოჯოხეთი არის რა. მე გადადიხარ რაღაცნაირად აბსოლუტურ ჯოჯოხეთში, სადაც აღარც ის შეგრძნებები აღარ გაქვს, აღარც ის კავშირები, რომელიც გაქვს რეალურად სრულიად სამყაროსთან, ყველა სულიერთან, უსულოსთან, არ ვიცი, საერთოდ ყველაფერთან, რაც აი საერთოდ ეს როგორ თქვა, როგორ გადმოვთარგმნო, ეს შეგრძნება დივაინთან ახლოს ყოფნის შეგრძნება რა. და ყველაფერი ქრება და რაღაცა ძალიან ბნელდება მოკლედ რა და ძალიან რთული არის, ანუ მართლა ძალიან რთული არის და ეს პირიქით, ანუ ძალიან ახლოს ვართ აქ ხალხი ფსიქოსთან, იმდენად რთული არის და მით უმეტეს, როცა ჩვენ ქვეყანაში ამის გამგები არ ყავს და თუ კი რამეზე იწყებს ლაპარაკს ადამიანების ერთ-ერთი რჩევარი, რომ წადი ფსიქიატრიულში, მე მგონი შენ გააფრინე, როცა სინამდვილეში რაღაცა ძალიან სინამდვილეებში ხარ რა და რაღაცა მართლა მატერიალური სამყაროს მიღმა ცხოვრობ, მოკლედ ძალიან ართულებს რა ყველაფერს და ამიტომ ეს ყველაფერი არ არის ის, რისთვისაც ჩვენ ან ფული უნდა გადავიხადოთ და ან ძალიან უნდა ვიწვალოთ, იმიტომ რომ თუ მოსასვლელი არის თავისითაც მოვა და თუ ესე ძალიან გვინდა რომ გამოგვიძებასთან მივიდეთ, ალბათ ყველაზე მეტად რაც უნდა გავაკეთოთ, არის კიდევ ერთხელ რომ დავიწყოთ ჭეშმარიტი ჰილინგი. მოკლედ მე მგონი ყველაფერს ვლაპარაკობ რომ ეს ჰილინგი გამოსაღო როგორმე, იმიტომ რომ მართლა ხალხო აი სიბნელეშიც კი აი ეს ჭეშმარიტების განცდა და აი ამ სინამდვილის განცდა და აი ამ საკუთარ თავთან ყოფნის განცდა და აი ამ თავისუფლების განცდა ეს არის საუკეთესო რომ ხვდები რომ თუნდაც სუდად ხარ, მაგრამ თავისუფალი ხარ რა. ანუ თავისუფალი ხარ, არც აღარ გარბი ხარ, არც სულად ყოფნისგან აღარ გარბი ხარ და რომ შეიგრძნობ ამ რაღაცებს და რომ აღარ გარბი ხარ და რომ შედიხარ ამაში, ხო? აი ამ თავიდან ძალიან რთული არის, იმიტომ რომ თავიდან კი არა დიდი ხანი ალბათ ძალიან რთული არის. რატო? იმიტომ რომ რასაც მთელი ცხოვრება რომელი ემოციებიც დაიგნორებული გქონდა, გვერდზე გქონდა გადადებული, ვაფშე არ ვუყურებდით, მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს ემოციები, რომელსაც ჩვენ ვუგულებელყოფთ, რა ვგონია რომ სადმე მიდის? არც არ მიდის, ჩვენში არის. და იპრესება, მაგრამ სიამტვილეში ჩვენში არის რა და პირიქით ამ ჩვენი ჩაპრესით ჩვენ ვერაფერს ვერ ვუკეთებთ, ვერ ვიშორებთ თავიდან რა, არის ჩვენთან არის და როცა იქნება და
სანამ იქამდე მივა ეს ჩვენი შეუგრძნებელი ემოციები, რომ ბოლომდე მართვის სადავოებს ხელში აიღებს, იქამდე ჯობს, რომ რაღაცნაირად ნელ-ნელა და ისე როგორი ძალებიც გვაქვს იმის შესაფერისად, როგორი ენერგიებიც გვაქვს და ძალიან დიდი გულწრფელობით დავიწყოთ ამ საკითხებზე ფიქრი, იმიტომ რომ ხალხო, ანუ ჩვენ აი ამ ყველაფერში და აი ამ კაპიტალიზმში მართლა ანუ გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რაც ადამიანებს მართლა გვავიწყდება რა. რომ ეს არის სიყვარული, ანუ სიყვარული არის ყველაზე მთავარი რამ, რაც არსებობს. სიყვარულის მიღება, სიყვარულის გაცემა და თვითონ სიყვარული რა და კონკრეტული რაღაცების სიყვარული კი არა, ზოგადად სიყვარული. უნდა გვიყვარდეს სიყვარული და თუ არ გვიყვარს, უნდა მივიდეთ რაღაცნაირად რა და ეგეც შეიძლება იმიტომ არ გვიყვარს, რომ ამაზეც ძალიან ბევრი ვარ ვილაპარაკო, ცალკე ვიდეოებსაც გავაკეთებ და რაღაცები გამიკეთებია, კიდეც რომ და ხო, რომ ჩვენ რო ვიბადებით, ბავშვობაში ვსწავლობთ ყველაფერს აწყის რა და ბავშვობაში ვაკვალიფიცირებთ, რომ ეს არის სიყვარული, ეს არის მეგობრობა, ეს არის ეს და ეს რაღაცები გვაქვს გადასასწავლი, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი არის ტრავმა რესპონსი რა და რეალური სიყვარული გვაქვს სასწავლი, რეალური სიყვარული გვაქვს გამოსაცდელი და აი ჩვენგან და ვერავინ ვერ გააკეთებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ის სიყვარულის და ის ჩვენი თავით და ის ჩვენი თავისუფლებაც, რომელიც სიამოვნებაში ცხოვრობს ჩვენში და უბრალოდ მიძინებული არის რა, ვერ იღვიწებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც აწევს ზემოდან და სანამ აი ამ რაღაცებს არ შევიგრძნობთ და არ მოვიშორებთ, რაც აწევს ზემოდან, იქამდე ვერ მივალთ იმ თავისუფლებამდე და იმ საჩუქრებამდე, რომელიც რეალურად გველოდება და ჩვენში არის რა და ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა იმისთვის, რომ რაღაცა რეალურობამდე მივიდეთ, რაღაც სინამდვილემდე მივიდეთ და მე ესე ვამბობ ხოლმე, რომ აი ამ სინამდვილეს და ამ ჭეშმარიტების 5 წუთი, ანუ 2 წუთი მართლა წლებს მირჩევნია რა და ანუ ესეც მაგ ნათქვამი, რომ აი სულ მთელი ცხოვრება მეგონა რომ სულ ცხოვრობდი, სულ ვიყავი აქტიური, კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი, თავისუფალი რაღაცნაირად სულ მეგონა რომ გართობაც ვიცოდი, ფეხები დამეღალა. გართობაც ვიცოდი, ცეკვაც ვიცოდი, ყველაფერი რა. მაგრამ სინამდვილეში მე ესე ვარქმევ, რომ ეხლა დავიწყეთ ცხოვრება, რაც ჰილინგი მოვიდა ჩემთან, რაც გამოვიღვიძე, რაც დავინახე სინამდვილე. თურმე აქამდე მაინც ყველაფერი შავ-თეთრი იყო და აი ამ ყველაფერმა შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფერი და რითიც შემიძლია რომ არ ვიცი ვინმეს მივეხმარო აი ამ ფერების დანახვაში და ამ ფერების საკუთარ ცხოვრებაში მიღებაში, მართლა თქვენს გვერდით მიგულეთ, მაგაზე მეტად არაფერი არ მინდა რა. ძალიან დიდი მადლობით მომისმენთ და აუცილებლად ეს რაღაც შესავალებით უფრო იყო, აუცილებლად გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ რთულია, მაგრამ საჭირო არის რა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა დიდი.